როგორ არის, ხალხს გონია, რომ აი ხა იქედან რამდენიც არ უნდა აიღო ანაბეჭდი, ხო? ხო, კომპოზიცია არ იცვლება, კი ბატონო, კომპოზიცია რჩება, მაგრამ აბსოლუტურად სხვადასხვა ფერი, იქ რაღაც შემთხვევითი ხაზები ამოდის, ისეთი რომ აი ყველა ითვლება ორიგინალად რა, ესე არ არის, რომ აი შეუშვი იმაში, რა ქვია, პრინტერში და ამოპრინტა და მილიონი ამოვიდა ერთნაირი. აი ეს ნახე როგორ განსხვავებულია, ამას ელეგია ქვია ამ კომპოზიციას. აი ფერთა გამო აქ სულ სხვა და სხვა ემოციას იწვევს და აქ კიდე სულ სხვა ის არის ფერთა გამო და ეს კომპოზიციები ნახე თავიდან ეს ლითონზე რო გავაკეთე, ერთიანი იყო ესე ტრიპტიხის სახით გავაკეთე და მე დავჭერი და აი ამ ვარიანტებში სულ ეს თამაშობს. საერთოდ ამას რო ვაკეთებთ ამ ოფორტს ხო, ის რაც არის ამოჭრილი, იმაში ჯდება საღებავი და ის არის მუქი და ზედაპირს ვასუფთავებთ ხოლმე. და ამას ქვია მაღალი ბეჭდვა, რომელიც პირიქით აკეთებს. რაშიც უნდა იყოს ეს საღებავი ჩასული, მას თეთრად ამოყავს ის რა. უყურმა აკეთებს ამ ყველაფერს რა და მაგითია ძალიან საინტერესო. და გვეცოდებოდა რა ეს ამდენი საღებავი ეს ტიპოგრაფიული რომ აფხიკე და გადაყარე რა და მე იმითი შპატელით და იმით ვალიკეთ ესე გადავატარებ და რაცე მეებს ეფექტებს ვაკეთებდი და აი ეს შავი რაც არის ეგ არის ტიპოგრაფიული საღებავი და მე უკვე ისინი ჩავსვი პასტელებით გავაკეთე ტიპოგრაფიული საღებავებით შემოტარებული მონოტიპიას ვეძახით მაგას რა უცებ რო ვაკეთებ და მე უკვე პატარა დეტალიზება გავაკეთე ეს ლინოგრავიურებია. ამას ქვია პატარა გოგომ სიზმარში, პატარა ბიჭი ნახავ, პატარა გოგომ სიზმარში ესე. და ნუ ეხლა ლექს სიმღერის ტექსტი იცის ხალხმა. ხო, ამასთანავე წარმოვადგინე დაფები, საიდანაც ხდება ამობეჭდვა, როგორც ლინოლეუმის, ასევე ოფორტების და ესეც იქნება გამოფენაზე გამოფენილი, რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს თუ როგორ ხდება ამ ყველაფრის ანაბეჭდის აღება. პატარ-პატარა ისტორიებია, ასე ვთქვათ, ფრაგმენტები რა იმ პერიოდებისა, განსაკუთრებით გამძაფრებულად ბოლო წლების, რომელიც ჩემ მეუღლესთან ერთად ესე გავიარე და აი ერთ-ერთი ეს არის ფრაგმენტი იმისა, რომ ძაღლი მოვიდა, ძალიან უყვარდა ცხოველები და განსაკუთრებით ძაღლები უყვარდა და შემოიყვანა ეს ქუჩის ძაღლი, ასე ვთქვათ და დაბანა და აჭამა და მთელი ამბავი და აი ეს მოკულიტოს ტექნიკაში შევასრულე. აი ხეროსიმა და ნაგასაკში რო ბომბი ჩამოაგდეს, მაშინ იქ იყო ერთი გოგონა, რომელიც ნუ იმ პერიოდში გადარჩა, მაგრამ მერე წლების მერე იქ ძალიან დიდი რადიაციული ფონი იყო და აქედან გამომდინარე ლეიკემიით იბადებოდნენ ბავშვები და აი ამ გოგონას ჰქონდა ლეიკემია და ესე იგივე თუ 1000 ცალ ამ ფრინველს გავაკეთებ, ეს ორიგამის ხო? გადავრჩებიო რა ესეთი ის ჰქონდა და ნუ რა თქმა უნდა ვერ გადარჩა, მაგრამ მერე მთელი მსოფლიო მაიტაცა ეს და აკეთებდნენ ესეთ ორიგამის ფრინველებს. ზოგადად აი ამ სამ ნამუშევარს დავარქვი ადამიანთა სევდა. და ამის იდეა არის ის, რომ თუნდაც ერთხელ ნებისმიერ ადამიანს გასჩენია სურვილი, რომ იფრინოს რა. აი თვითონ კონდეს ფრთები და იფრინოს.